მრავალფეროვანი პროგრამა და ახალი ნომრები ერისიონი მაყურებელთან შეხვედრისთვის ემზადება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული საგანძური კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი მომზადა ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები გაზაფხულზე კი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი დისკის პრეზენტაციასაც გეგმავს. ანსამბლ ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში საკონცერტო სამზადისია. მოცეკვავეები და მომღერლები მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. 21 და 22 თებერვალს თბილისის საკონცერტო დარბაზში 2 საათიან შოუ პროგრამა ქართულ საგანძურს წარმოადგენენ. ეს მაყურებელს ელის ნამდვილად საცემონო სანახაობა. პირდებით რომ ამოგზაურებს სრულიად საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. და ვასმენებ და ვაჩვენებ და ამ ჩვენი დიდებული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს. კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად მაყურებელს პრემიერით ხვდებიან. ასე ხვია ახალ ქორეოგრაფიულ ნომერს, რომელიც მთის ქალთა ცეკვებს აერთიანებს. სპეციალურად ამ ნომრისთვის შეიქმნა ახალი საცეკვაო კოსტიუმებიც. მოცეკვავისთვის სცენაზე დგომა და მაყურებელთან კავშირი არის უდიდესი ბედნიერება და ამას ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულით ველით ხოლმე. ამ ეტაპზე ვმუშაობ განახლებული პროგრამის საბოლოო დეტალებზე და ნიუანსებზე და ვართ მთელი ანსამბლის სრულ მზადყოფნაში, რომ 21 და 22 თებერვალს ვაჩვენოთ ჩვენი უძვირფასესი ქართული საკანცლო. ანსამბლის განახლებული შოუ პროგრამა ახალ სასიმღერო ნომრებსაც აერთიანებს. მომღერლებმა აუდიო დისკი გამოუშვეს, რომელშიც სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები გააერთიანეს. აუდიო ჩანაწერების პრეზენტაცია გაზაფხულზე ეგეგმება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ მსმენელმა კარგად მიიღოს და ჩვენი შრომა ასე ვთქვათ დაფასებული იქნას. ასევე გაზაფხულზე გვაქვს დაგეგმილი მომღერლების კონცერტი და დისკის პრეზენტაცია, რომელშიც შევიდა დაახლოებით 100 სიმღერა, როგორც ძველი ჩანაწერები ანსამბლის, ისევე ახალი, სრულიად ახალი გაკეთებული ჩანაწერები და ამისთვისაც ვემზადებით და იმედი გვაქვს, რომ იგივე წარმატება ხდება წილად ამ ჩვენს კონცერტს. სანამ ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან, მანამ ქართულ კულტურას უცხოელ აუდიტორიას წარუდგენენ. ანსამბლი 8 თებერვალს ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, ფილარმონიის თეატრში გამართავს კონცერტს.